ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი. დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სისტემატიურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას, ვალუტის გადამცველ პუნქტში მიწოდებას. ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა კანონიერი სახის მიცემის მიზნით სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომდა სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი.